გამარჯობათ. სიტყვა ფილოსოფია ნიშნავს სიბრძნის სიყვარულს. ან იქნებ ნიშნავდა ოდესღაც. რა დატვირთვა აქვს ამ სიტყვას დღეს? რა მოძღვრება დგას ამ სიტყვის უკან? ბოლო 2000 წელია ფილოსოფიამ დაკარგა სიბრძნის სიყვარულის წოდება და უნდა თუ არ უნდა, ხვდება თუ ვერ ხვდება, სიბრძნის სიძულვილად გადაიქცა. უღმერთო და სასტიკ სამყაროში ფილოსოფოსები ცდილობდნენ თავის შეკითხვებზე პასუხები ეპოვათ. ამიტომ შეიქმნა ეს მოძღვრება. დღესდღეობით ფილოსოფია გადაიქცა უკვე გამოცხადებული, ღვთისგან გაცხადებული და 10,000-ჯერ ნაქადაგების სიბრძნის ჩახშობის მცდელობად. ფილოსოფოსი მქადაგებლები ეშმაკის მრევლში აგროვებენ ხოლმე ახალგაზრდებს, რომლებიც თავის მხრივ მიდრეკილები არიან ღვთის უარყოფისკენ. გაცილებით კომფორტულად გრძნობენ თავს ღვთის არარსებობის პირობებში და ამიტომ ადვილად მიიდრიკებიან ფილოსოფიისკენ. ფილოსოფიის ცენტრი არის ადამიანი, ქრისტიანობის ცენტრი არის ღმერთი. წაიკითხეთ სახარება, წაიკითხეთ ფილოსოფოსები, როგორ შეძლებთ, რომ ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოძღვრება ერთმანეთს შეუთავსოთ. და ფილოსოფიის ცენტრი ეს არ არის უბრალოდ ადამიანი, ეს არის ავადმყოფი ადამიანი. ფილოსოფიაში ადამიანური დაზიანება გამოცხადებულია მიღწევად. უსმინე ძალიან ცნობილ, პატივცემულ პროფესორს ფილოსოფიის დარგში და თავზარი დამეცა. 60-70 წლის ადამიანი საერთოდ ვერ ხვდებოდა რისთვის ცხოვრობს, რას ლაპარაკობს. საათნახევრიანი ქადაგებიდან 18 წუთი ავიტანე და მერე შევატყე, რომ ის არაფრის თქმას არ აპირებდა. 18 წუთი სიტყვებს ისროდა უშინაარსოდ. ისწავლეთ სახარება. სახარების გარეშე ვერ დაინახავთ ფილოსოფიის უკან ვინ დგას. მერთმა გაგახაროთ.